სროლა იყო ვაშინგტონში ჰილტონის სასტუმროში, სადაც თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სადილი იმართებოდა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. უცნობა კაცმა უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც ჯეი-დი ვენსი, დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაიყვანეს. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ოფიცერს ტყვია გაუმტარი ჟილეტი ეცვა და კარგ მდგომარეობაშია. ეს ირანში ომის მოგებაში ხელს არ შემიშლის, არ ვიცი, ჰქონდა თუ არა ამას რაიმე კავშირი. ნამდვილად არ ვფიქრობ იმის გათვალისწინებით, რაც ვიცი, ამბობს ამერიკის პრეზიდენტი მომხდარის შემდეგ. სავარაუდოდ თავდამსხმელად სამართალდამცავმა ორგანოებმა 31 წლის კოულ ტომას ალენი დაასახელეს, რომელიც ლოს-ანჯელესის რაიონში ცხოვრობს. ოფიციალური პირების ცნობით ის სავარაუდოდ მარტო მოქმედებდა. პოლიციის თქმით, ის შეიარაღებული იყო თოფით, პისტოლეტითა და რამდენიმე დანით. მისი მოტივი ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, კოულ ტომას ალენი სასტუმრო ჰილტონის სტუმარი იყო. კოლუმბიის ოლქის პროკურორმა ჯანინ პირომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაცს ბრალს აუყენებენ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისთვის. უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, მოხარულია, რომ პრეზიდენტი ტრამპი და პირველი ლედი უსაფრთხოდ არიან. შოკირებული ვარ ვაშინგტონში ღამით თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე განვითარებული სცენებით. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ან პრესის თავისუფლებაზე ნებისმიერი თავდასხმა მკაცრად უნდა დავგმოთ, წერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერი. მომხდარს ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმა მიუღებელია. ძალადობას ადგილი დემოკრატიაში არ აქვს, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს, აცხადებს მაკრონი. ამერიკის პრეზიდენტის მისი მეუღლისა და ღონისძიებაზე მყოფი ყველა პირის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონიც. ჩვენს დემოკრატიებში ადგილს ვერანაირი პოლიტიკური სიძულვილი ვერ იპოვის, არ დავუშვებთ, რომ ფანატიზმმა მოწამლოს თავისუფალი დებატებისა და ინფორმაციის ადგილები, წერს იტალიის პრემიერი. შვებით ამოვისუნთქე, რომ თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე მომხდარის სროლის შემდეგ ყველა დამსწრე, მათ შორის პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არიან. ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი ვაშინგტონში მომხდარ ინციდენტს. დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის, თავისუფალი პრესის მიმართ პატივისცემის გამოსახატად გამართული ღონისძიება არასდროს არ უნდა იქცეს შიშის სცენად. დაშავებულ პოლიციელს რაბ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, წერს კალასი. შვებით ამოვისუნთქე, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი, ასევე თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე დამსწრე ყველა პირი უსაფრთხოდ არიან. ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ინციდენტს. ძალადობის ადგილი პოლიტიკაში არასდროს არის, წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. 28 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდი უნდა შეიკრიბოს და პატრიარქობის 3 კანდიდატი დასახელდეს. უმაღლესი იერარქები აცხადებენ, რომ ყველაფერი საჯარო სამშაბათს გახდება. სინოდის ხდომის შემდეგ ტახტის მოსაყდრე სამების ტაძარში საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას მოიწვევს, რომელზეც აირჩევენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს. ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს აქვთ. ამჟამად სინოდში 39 მღვდელმთავარია.